ეხლა წარმოვიდგინე ტაივანი, ინდოეთი, ქვეყნები, სადაც დიდი ბრენდებს აქვთ გადასროლილი თავიანთი ქარხნები, არის იაფი მუშახელი, რომელსაც აკეთებინებენ რაღაც მარტივ საქმეს, რომელსაც სავარაუდოდ ძალიან მალე ჩაადმოწმებს AI რობოტი, პირობითად ამ ხელა რაოდენობა ადამიანების დარჩა სამსახურის გარეშე, სადაც ელემენტარული შემოსავლის წყარო არ არსებობს, რითაც შეუძლიათ რომ საჭმელი იყიდონ და იყვებონ. ეს არ ფიქრობ რომ პრობლემას შექმნის? პირველ წლებში კი, მაგრამ საბოლოოდ ალბათ არა, იმიტომ რომ მაგათა ტრაქტორი როცა გამოვიგონეთ, ხალხი აღარ ბარავდა და საბოლოოდ ეგ კარგი იყო იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ბარვა არ უწევდა. პირველ წლებში დარწმუნებული ვარ წუწუნდებდნენ ტრაქტორზე. ფრიდმანის სიტყვები რო გავიხსენოთ, ეგ არ ნიშნავს რომ ტრაქტორები გამორთოთ და კოვზებით დავაბარინოთ, რომ უფრო მეტი დავასაქმოთ. ანუ ადამიანები მგონია რომ ძალიან კრეატიულები არიან, არ ჭირდება რამე განათლება რო არც ხონდეთ, მით უმეტეს ხელოვნების დამთავრებით, რომ არ ჭირდებათ ადამიანებს ხელოვნურად შეუქმნათ სამსახურები.